მართლმადიდებელი ეკლესია ბარბარობას ზეიმობს. დიდმოწამე ბარბარე იმპერატორ მაქსიმიანეს დროს ეწამა ქრისტესთვის. წმინდანი ქალაქ ილიოპოლში ცხოვრობდა. იმპერატორ მარტიანეს ბრძანებით წმინდა ბარბარეს სასტიკად აწამეს, რის შემდეგადაც საკუთარმა მამამ მას თავი მოჰკვეთა. ამ დროს ციდან ელვის სახით ცეცხლი გადმოვიდა და დიოსკორე და მარტიანე დაიწვა. ბარბარეს წმინდა ნაწილები ასვენია კიევში, წმინდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეკვდერის შუაში, შემაღლებულ ადგილას. მის წმინდა ნაწილებთან მრავალი სასწაულია დაკავშირებული. წმინდა ბარბარეს განსაკუთრებით ევედრებიან ყრმათა კორნებისთვის, შვილიერებისა და მოულოდნელი უზიარებელი სიკვდილისგან დაცვისთვის. ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში აღევლინება. გადმოსახედისო ძალიან გამარს და მისი მამა ცდილობდა რომ გარესამყაროსთვის განმეორებლად აღეზარდა და ძალიან იჭიერი და გონიერი ადამიანი იყო და აკურთხო ის მერე დარჩა მას მამამ რომ ხალხში გასულიყო და აფროს იცნობს ქრისტიანებს. ქრისტიან ქალწულებს, რომლებმაც მართლმადიდებლური სწავლება აუხსნეს და ბარბარეს. ამის შემდეგ ის ხდება ფარული ქრისტიანი და ესეც მამამისი წასული იყო. იდეოლოგიური იყო წასული იყო სხვაგან და აბანოს აშენებდნენ ეზოში და მზის და თვალის საპატივცემლოდ ორი სარკმლის გამოკვეთა ჰქონდა დაბარებული უშევისათვის. წმინდა ბარბარე უშევის ბრძანება, რომ სამი სარკმელი გაეკეთებინათ ყოველდღიურ სამების საპატივცემლოდ. როცა დაბრუნდა მამა და მოიკითხა, რატომ უნდა სამი სარკმელი და არა ორი, გაიგო რაშიც იყო საქმე, მაშინ დამშრომდა წმინდა ბარბარეს ქრისტიანობა და იმდენად გამოროქდა მამამისი, რომ ჯერ მარტოთან დაასვენა და როდესაც ვერ გადაიტირეს და სულის განაჩენი გამოუტანეს, თვით მამამ გადაწყვიტა, რომ მისი ჯალათი თვითონ და მამამისი მან დასაჯერეს წმინდა ბარბარეს თუნდაც იჩიერეს მეზექს დაინიშნა მამამისი. როგორც ხარის შემოწამებული და დაგეშურა წმინდა მოწამე ბარბარე ევეციოს მისი მეუღლება ილოცავთ დღევანდელ დღეს სრულიად საქრისტიანოს მართლმადიდებლებს ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულს. როგორც იცით და ვიცით, ბარბარობა ეს ძირითადად ბარბარე წმინდა ბარბარე მფარველია პატარა ბავშვების შვილებს დაგილოცავთ, მომავალ თაობას დავრუცავ, სრულიად სიმშვიდეს და ხორციელ სიმშვილეს სიმრთელეს უსურვებ. სრულიად საქართველო იყოს დალოცვილი, გაბრწყინებული, მშვიდობა მისურვებია პირველ რიგში და უფლის მადლით განთლიანება, გაბრწყინება ჩვენ სამშობლოს, ყველას გილოცავთ სიკეთეს, სიყვარულს, ბედნიერებას, მშვიდობას გისურვებთ. დღევანდელ დღეს წმინდა ბარბარეს შეგვეციოს მოგმადლოს ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრება, მშვიდობა და ხალისი. არ მოგვაკლოს უფალმა. შეჩერებული მართვის უფლების აღდგენასთან დაკავშირებული თარიღი იცვლება. კანონის პროექტში, რომელსაც პარლამენტი დღეს მეორე და მესამე მოსმენით მიიღებს, მიეთითება, რომ მართვის მოწმობა დაუბრუნდება პირს, ვინც შესაბამისი სამართალდარღვევა 2025 წლის 16 დეკემბრამდე ჩაიდინა. აღნიშნული თარიღი 10 დეკემბრით იყო განსაზღვრული. შესაბამისად, მართვის მოწმობა დაუბრუნდებათ მათ, ვისაც ის გუშინდელი დღის ჩათვლით ჩამოერთვა. ჩამორთმეული მართვის მოწმობები ეტაპობრივად 2026 წლის 1 იანვრიდან დაბრუნდება. თარიღის ცვლილებაზე გადაწყვეტილება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მიიღეს. შეჩერებული მართვის მოწმობის დაბრუნების გარდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მთავარი სიახლეა ის, რომ მართვის უფლების ვადამდე აღდგენისა და მოწმობის ვადაზე ადრე დაბრუნების შესაძლებლობა უქმდება. მართვის უფლების ვადამდე აღდგენის საშუალება აღარ ექნებათ პირებს, რომლებიც შემდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ჩაიდენენ.
სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ნარკოტიკული საშუალების ფსიქოტროპული ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არ იდება. სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა და მართვასთან დაკავშირებული სხვა ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება ან სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებულების ბარგის შემოწმების შედეგად ჰერმეტულად დახურულ პაკეტებში მოთავსებული 1 კილო და 800 გრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა და 91 ელექტროსიგარეტი ამოიღეს, რომელშიც ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი სითხე იყო მოთავსებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 262 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენას შენახვის ბრალდებით ბელორუსის მოქალაქეები არიან დაკავებულნი. სამართალდამცველებმა მათი პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად 100 შეკვრად დაფასოებული 9 კილოგრამამდე გამომშრალი მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მეორე და მესამე ნაწილების აქვე პუნქტით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ქუთაისში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გალაქტიონ ჩიქოვანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი. შეჯიბრი ხმალში დაშნასა და რაპირაში ჩატარდა და მასში ათეულობით მოზარდი სპორტსმენი მონაწილეობდა არა მარტო ჩვენი ქვეყნიდან. ზესტაფონელ მოფარიკავეთაგან პირველი ადგილის მოპოვება დემეტრე დალაქიშვილმა შეძლო თავის ასაკში. 2014-17 წლებში დაბადებულთა შორის კი მან მესამე პოზიცია დაიკავა და ზესტაფონში 2 მედლით დაბრუნდა. ჩატარდა გალაქტიონ ჩიქოვანის სახელობის ტურნირი. ჩემს ასაკში ავიღე პირველი ადგილი, ძალიან გამიხარდა. დიდებში კი ავიღე მესამე ადგილი. ძალიან გამიხარდა ეს ყველაფერი. შეჯიბრებებზე რაც შეცდომები დაუშვი, გამოვასწორებ ვარჯიშებზე და შემდეგში უფრო ძლიერი მოვარდა. უფრო კარგ შედეგს დავდა. ამავე ტურნირზე ვერცხლის медаლი დაიმსახურა ელენე ეჯიბაძემ. ის რაპირით მოასპარეზეთა შორის გამოდიოდა. ამბობს, რომ შეჯიბრის მთავარ ჯილდომდე სულ ცოტა დააკლდა და პირობას დებს, რომ ოცნებას უახლოეს ტურნირზე აუცილებლად აისრულებს. მესამე პოზიციაზე ნინო ცერცვაძე გავიდა. ფარიკაობის ჯგუფი ვიყავით ქუთაისში შეჯიბრზე. პირველ ადგილამდე სულ რაღაც 2 ნაბიჯი დამაკლა, მაგრამ დავიკავე მეორე ადგილი. 2025 წელი ჩემთვის კარგად დამთავრდა, რადგან არც ერთი შეჯიბრიდან წამოვსვლა მედლის გარეშე. მინდა 2026 წელს ავიღო პირველი ადგილი და ვიცი ამას შევძლებ ჩემი ანა ფხალაძის წყალობით. ასევე მინდა ჩემი ნომერ პირველ საჯარო სკოლას, ჩემი სკოლის მასწავლებლებს და თქვენ მოგილოცოთ ზამთარი შობა ახალი წელი. საერთაშორისო ტურნირზე ქუთაისში მე გამოდიოდი რაპირით და დავიკავე მესამე ადგილი. ჩემი შედეგით კმაყოფილი ვარ და ამ შეჯიბრისთვის ვემზადებოდი. შემდეგ შეჯიბრისთვის გავაგრძელებ ასევე მზადებას და შევეცდები რომ დავიღო პირველი ადგილი. ზესტაფონელ მოფარიკავეთა შორის კიდევ ერთი ვერცხლის მედლის პრიზიორია ელენე ჯუღელი, რომელიც 2014-17 წლებში დაბადებულთა შორის ასპარეზობდა. მე გამოვედი ქუთაისში შეჯიბრზე და სადაც დავიკავე მეორე ადგილი. მართალია ჩემი შედეგით არ ვარ კმაყოფილი, მეტი შემეძლო და შემდეგში გამოვასწორებ ჩემი შეცდომებს და უფრო მეტად დაკვირვებული ვიქნები. ხმლით მოასპარეზეთა შორის ზესტაფონელმა სპორტსმენებმა კიდევ 3 მესამე პოზიციისთვის განკუთვნილი პრიზი დაიმსახურეს. ლიდერთა შორის არიან თეიმურაზ კიკნაველიძე, თამარ კვენიკაძე და ნინო კიკნაველიძე. დაშნაში მიაღწია წარმატებას გიორგი მაღლაკელიძემაც. ვიფარიკავი ქალაქ ქუთაისში, ავიღე მესამე საპრიზო ადგილი, არ ვარ კმაყოფილი ჩემი შედეგით და გამოვასწორებ ამ შედეგს საოცრად. რაც შეცდომას დაუშვით. ქალაქ ქუთაისში ჩატარდა შეჯიბრი ფარიკავებაში, სადაც მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული მოფარიკავე ბავშვები. მე ავიღე მესამე საპრიზო ადგილი, გამოვედი ჩემ ასაკში, 13 წლის ასაკში.
და რა შეცდომებით დავუშვი, ვეცდები მაქსიმალურად რომ გამოვასწორო ახლა ამ ვარჯიშებზე. და თლად კმაყოფილი ჩემი შედეგით რა თქმა უნდა არ ვარ, მაგრამ ვეცდები ყველანაირად გამოვასწორო. მე გამოვედი ორ სხვადასხვა ასაკში და ავიღე საპრიზო ადგილები. შემდეგ შეჯიბრზე ვაპირებ უფრო კარგი შედეგების დადებას. მადლობას ვუხდი ამირან მასწავლებელს, ფედერაციას, ზესტაფონის მერიას და რა თქმა უნდა მშობლებს. აღნიშნული ტურნირი ქუთაისში ფარიკაობის სპორტული სკოლის დარბაზში ჩატარდა. მხარდამჭერი სპორტის სამინისტროა, ორგანიზატორები კი ფარიკაობის ფედერაცია და ქუთაისის მერია.